არის რა თქმა უნდა დამატებით ძალიან დიდ ხარჯებთან დაკავშირებული და ბიუჯეტიდან იხარჯება ეს თანხები. სახელმწიფოს დედაქალაქი სადაც არის ჩემი აზრით უნდა იყოს უმაღლესი წარმომადგენელი ორგანო. ჩვენ მოსახლეობის გადასახადებს ვიყენებთ ამ წლების განმავლობაში არარაციონალურად. მთავრობა და პარლამენტი იყოს სხვადასხვა ქალაქში ეს არის სისულელე. ეს საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობა. აღნიშნულ შენობაში პარლამენტი მხოლოდ 6 წელი ფუნქციონირებდა. დღეს კი ცარიელია, წაიღეს ინვენტარი, აპარატურა და როგორც ადგილობრივები ამბობენ, წაიღეს ქალაქის განვითარების პერსპექტივა. საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში ბრუნდება. დეპუტატები საგაზაფხულო სესიაზე ხვალ დედაქალაქში შეიკრიბებიან. დღეს კი ბიუროს ხდომა გაიმართება. პარლამენტის თბილისში გადატანა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წაიღეს ყველაფერი, რისიც აღებაც შეიძლებოდა. დარჩა შენობა ცარიელი კედლებით, რამდენიმე დამლაგებლით და დაცვის თანამშრომლით. ხალხის რჩეულთ მხოლოდ რუსთაველის პროსპექტის ჰაერი უხდებათ. ამოისუნთქეს ყავას მონატრებულმა გავაკებულმა დეპუტატებმა. აბა ტყუილად ხომარ იძენდნენ ამდენ ბინებს თბილისის პრესტიჟულ ადგილებში. სამარცხვინო საქციელი ფეხებზე კიდიათ ქუთაისი. ეს და მსგავსი პოსტები მრავლად გვხვდება. მიუხედავად სოციალურ ქსელში არსებული გამოხმაურებების მთავრობის კამპანიამ, რომელიც წლების წინ დაიწყო და რომლის მიზანი იყო ქუთაისელები დაერწმუნებინათ იმაში, რომ თითქოს პარლამენტს ქალაქისთვის არავითარი სარგებლის მოტანა არ შეეძლო, კარგად იმუშავა. არ გავიგია, არც მისი ჩამოტანა და არც გადატანა. პირიქით გააძვირეს ყოველ პარასკევას ბაზრობა ჰქონდათ. მოწყობილი და ძვირი იყო საქონელი და ახლა თავისუფლად ვარ. მე არ მიგძვნია, არც გადატანა და არც ჩამოტანა. მოდია ძალიან ცუდია. იმიტომ რომ ისედაც არ არის განვითარებული ჩვენი ქალაქ ქუთაისი, ისედაც მიტოვებული ასე რომ ვთქვათ, ყველანაირად ყველაფერი. ეს კიდე ამ ყველაფერს ამძაფრებს. არ არის დიდად მნიშვნელოვანი პარლამენტი სად იქნება, მთავარი რას აკეთებენ. დიდად არ წყდება ნამდვილად გული. იმიტომ რომ ბევრი არაფერი შემოუტანია მაგას ქუთაისისთვის. პარლამენტი მიგვაქვსო, თუმცა გული არ დაგწყეთო, ვაშენებთო საუნივერსიტეტო ქალაქსო. ჯერ ააშენონ და ვნახოთ როგორი იქნება. და მე გადაწყვეტენ ქუთაისელები რომელი ურჩევნიათ იქნება არ მოწონთ ის საუნივერსიტეტო ქალაქი, რასაც ასე გვტენიან ჟარგონულად რო ვთქვათ და ასე რომ ჯერ აეშენებიათ და საძირკველით რო უნდათ ეხლა დაგვითანხმონ რომ კაი წაიღეთ პარლამენტი და აგერ ყოფილა საუნივერსიტეტო ქალაქი თქო. ჯერ აეშენებინათ და მე ჩვენ რომ ნახავთ მე გადაწყვეტით მოგწონდა თუ არა ის იდეა რასაც გვთავაზობდნენ და ასე რომ მე ვერ დავეთანხმები იმას რომ პარლამენტის აქედან წაღება ბევრი არაფერი არ შეცვალა. ბოლოს და ბოლოს სტატუსი შეცვალა და სტატუსი მაინც გქონდეს. მეტი არაფერი არ გვაქვს და სტატუსსაც გვართმევენ. ქუთაის ერთი სიტყვით არაფერი არ დააკლდა და არც დიდი არაფერს მნიშვნელოვანი არ იყო პარლამენტი ქუთაისში. მე ასე ვთქვი, ჩემი პირადი აზრია. ქუთაისი ძლიერი ქალაქია, ძველი ქალაქია და ვფიქრობდი რომ საპარლამენტო ქალაქი უნდა ყოფილიყო. მაინც სასურველი იყო, გულს უხაროდა. მაინც ქვიოდა საპარლამენტო ქალაქი და დღეიდან რა ექვიება არ ვიცით. რომელ ქალაქს არ დააშვენებს პარლამენტი? განსაკუთრებით ახლა ქუთაისს. კი ამშვენებდა, მაგრამ არ ვიცი ეს თავშივე შეიცვალა ხელისუფლება, შეიცვალა აზრი. კარგი იქნებოდა რომ არ გადასულიყო. რა ვიცი, რა ეთქო, ქუთაისის ხალხი აღარ მოძრაობს, რა ვიცი. რაღაც ხარჯებს გამოანთავისუფლებს. აქედან იქსიარულში მანქანები, ბენზინი და რადგან გადაიტანეს ეს იგი აქვთ იმედი და ღმერთმა გააქნას რომ გაამართლოს. ანუ ვიცი რომ ცვლილება არაფერი არ იქნება, მაინც ქუთაის მაინც არ ეშველება არაფერი. პარლამენტი აქ რო იყოს, მაინც არ ეშველება, თბილისში რო იყოს, მაინც არ ეშველება. ქუთაისები იძახიერად უნდა პარლამენტი ქუთაისო და თბილისებზე ეგააჩერე. ერთი მთავრობის ანგარიშსწორება მეორესთან. ასე აფასებს ჟურნალისტი ეკა ფხაკაძე პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას. მისი თქმით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი პარლამენტის შემცვლელი ვერ იქნება და მთავრობა ამ დიდი შეცდომის შედეგს მომავალ არჩევნებზე მოიმკის. ამ ხელისუფლებამ ქუთაისიდან წაიღო საგზაო დეპარტამენტის ოფისი, კონტროლის პალატა, სემეკი, ეხა წაიღო პარლამენტი. ძალიან სერიოზული საუბრები მიდის იმის შესახებ, რომ კონსტიტუციური სასამართლო იყოს წაღებული, გადატანილი ისევ თბილისში. ჩემი აზრით, ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ეს ხელისუფლება ახორციელებს პროვინციების მიმართ და მინდა გითხრა, რომ
აბსოლუტურად პროვინციული პოლიტიკა არის და ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება იყოს თანამდებობაზე და არ ცხოვრობდე დედაქალაქში. ჩვენ ვპირდებით ამ ხელისუფლებას, რომ ეს თემა დავიწყებული არ იქნება. საკანონმდებლო ორგანო ისევ დედაქალაქშია, თუმცა არავინ იცის რა სიტუაცია იქნება 3 ან 4 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყნის სათავეში სხვა ძალა იქნება. ბრძოლა პარლამენტის ქუთაისში დასაბრუნებლად გრძელდება. აქ ალბათ კაფკა თავის ცნობილ ფრაზას იტყოდა: არც ერთი საქმე არ არის წაგებული, სანამ არსებობს ერთი სულელი მაინც, ვინც მზად არის მისთვის იბრძოლოს. ქეთი გელაშვილი, ტელეკომპანია მეგატივისთვის.